კვირას 12 იანვარს ყოვლად წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღევლინა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს მართალ იოსებ დამწინდველს, წმინდა მეფე დავითს, სალმუნთა მთქმელს, წმინდა მოციქულ იაკობს, უფლის ხორციელ ძმას, წმინდა მოწამე ანისია ქალწულს, წმინდა მოციქულ ტიმონას, 70 თაგანს, ღირს თეოდორა კესარიელს, ღირს თეოდორა კონსტანტინეპოლელს და წმინდა მღვდელმოწამე ზოტიკე ხუთს, ობოლთა მზრდელს, ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მაღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. ჯერ კიდევ გრძელდება ის დღეები, ის პერიოდი, რომელსაც საეკლესიო ტიპიკონი ქრისტეს შობის შემდგომ დღესასწაულს უწოდებს, შემდგომი დღესასწაულის პერიოდს. 2000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე თავისი სწავლება, მადლი და ძალა. და რატომ ხდება, რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ არის ამდენი ტანჯვა და უბედურება? იმიტომ ხომ არა, რომ მისი სწავლებიდან ჩვენ არ ვიღებთ თავარს და ყველაზე მნიშვნელოვანს. და იმ საღვთო სიყვარულიდან, რომელიც მან მოიტანა და რომელიც ჩვენსკენ არის მომართული, ჩვენ ვიღებთ ძალიან მცირეს. არ ვეძებთ მას, ნაკლებად ვეძებთ მას და ნაკლებად გვაქვს მისი იმედი. არამედ უფრო იმედს ვამყარებთ ჩვენს ადამიანურ ძალებზე. ამიტომაც ვიტანჯებით. მაგრამ ყოველთვის იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ძალიან კარგად ესმოდათ, რა მოიტანა ამ ქვეყნად განკაცებულმა ღმერთმა და გავიხსენოთ თუნდაც აღმოსავლეთიდან მოსული ბრძენი მოგვები. რა მიართვეს მათ უფალს ზღვნად? ოქრო, გუნდრუკი და მური. ეს არის ყველაზე ძვირფასი და საუკეთესო, რაც კი შეიძლება ადამიანმა ღმერთს მიუტანოს. ოქრო მოიპოვება მძიმე შრომით მიწიდან, რომ შემდეგ გამოიდნოს და გაბწყინდეს მთელი თავისი დიდებით და სისუფთავით. და ეს ოქრო ყოველი ადამიანის სულშია. ეს არის ადამიანის შემოქმედებითი ძალების სწრაფვა და აქტივობა, რომელიც მოიპოვება მძიმე შრომით და ღვაწლით. და ეს შემოქმედებითი აქტივობა და სწრაფვა ფერს უსვლის სამყაროს, ადამიანს და განანათლებს მას თავისი უჭკნობი სულიერი მშვენიერებით. აი რისი სიმბოლო არის ოქრო. მოგვებმა მიიტანეს ასევე გუნდრუკი. ეს არის სურნელოვანი საკმეველი, რომელიც ყოველთვის სიმაღლისკენ მიისწრაფვის. და ესეც არის ყოველი ადამიანის სულში სიმაღლისკენ სწრაფვა, რომ ამაღლდეს, რომ გახდეს ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლა არის. მაშასადამე აი გუნდრუკი არის სიმბოლო სიმაღლისკენ სწრაფვის და ზეციური სამყაროს ძიების. და ასევე მოგვებმა მიიტანეს უფალთან მურიც. ეს არის ნივთიერება, რომლისგანაც მზადდებოდა
სურნელოვანი ნელსაცხებელი. ძველად ხალხში იყო ასეთი ჩვეულება, რომ სურნელოვან ზეთს ან ნელსაცხებელს ცხებდნენ არა მხოლოდ მიცვალებულებს, არამედ ცოცხლებსაც. და ამით გამოხატავდნენ სიყვარულს მათ მიმართ. აი ჩვენც გვაქვს ასეთი წესი, რომ მიცვალებულის წესის აგების დროს ვიყენებთ სურნელოვან ზეთს. ასევე სასაფლაოზე მიგვაქვს, საფლავზე ზეთი, რითიც გამოვხატავთ ჩვენ სიყვარულს. და აი ეს სიყვარული არის საღვთო სიყვარულის ანარეკლი ადამიანში, რომელიც ჩვენში ჩადო ღმერთმა, როცა ქმნიდა ადამიანს. ეს სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება. ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ ცხოვრებაში, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმ ქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. და ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ. არავინ სხვამ და არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული. აი რისი სიმბოლო არის მური. და როგორც გითხარით, ძვირფასო ძმებო და დებო, ჯერ კიდევ არ მომხდარა ქრისტეს შობის დიდებული დღესასწაულის წარგზავნა. ჩვენ ჯერ კიდევ გვინათებს ბეთლემის ვარსკვლავი, ჯერ კიდევ ვდგავართ იმ ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი, შემოქმედი სამყაროსი და ნუ ვიქნებით დამწუხრებულნი და სასოს ნუ წარვიკვეთ იმის გამო, თუ ჩვენ ვდგავართ ხელსარიელნი. იმიტომ რომ როგორც გითხარით, ყველა ადამიანს შეუძლია უფალს მიართვას ის ძღვენი, რომელიც მიიტანეს იმჟამინდელმა ბრძენმა მოგვებმა. რადგან ეს ყველაფერი არის ჩვენში. მაგრამ ეს ყველაფერი, ეს ყველა თვისება, რისი სიმბოლოც არის ოქრო, გუნდრუკი და მური, ჩვენში უნდა გაიხსნას. მუდმივი შრომით, მუდმივი ძალისხმევით, ცხოვრების გამოსწორებით და იმ მადლის და ძალის შეწევნით, რომელსაც გვაძლევს ჩვენ უფალი ჩვენი იესო ქრისტე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, შეგვეწიოს წმინდა მეფე დავითი, ფსალმუნთა მთქმელი, წმინდა მოციქული იაკობი, ძმა უფლისა და მართალი იოსებ დამწინდველი, რომელთა ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ და მათი ლოცვით უფალმა ინებოს, რომ მოწყალებით მიიღოს ჩვენი ძღვენი და ბაგასთან მდგომ თავის დედას და ჩვენ საერთო დედას, ღვთისმშობელს მიუთითოს ყოველ ჩვენგანზე, როგორც თავის ძმებზე და დებზე. რამე თუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი პირველ საუკუნეთა ღმერთი. ამინ.